ამასობაში 9 თებერვალია და ამ ვიდეოში მოვყვები რა მოხდა საინტერესო ბოლო დღეების პრინციპში ერთი კვირის განმავლობაში ფრონტზე საინტერესო. სანამ ყურებას დაიწყებთ, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, გააკეთეთ დონაციები. დავიწყოთ ახლა რა იყო საინტერესო. ეს კვირა იმით იყო საინტერესო, რომ გააქტიურდნენ უკრაინელები. ანუ რაღაც შეტევითი ოპერაციების განხორციელება დაიწყეს. ჯერ კიდე 10 დღის წინ ეს კი თქვა, რომ მარტო დაცვაში დგომით ომს ვერ მოიგებო და იქ ჩანდა რომ რაღაცას გეგმავდნენ რა უკრაინელები. თან ეს ალბათ განპირობებულია პოლიტიკური ფაქტორებითაც. ახლა 12-ში უნდა იყოს რამშტაინის სხდომა. რამშტაინზე განიხილება ხოლმე უკრაინისთვის სამხედრო დახმარების საკითხები. ამერიკელები არ მონაწილეობენ, ბრიტანელები და ევროპელები იქნებიან. და იმჯერებენ ამ საკითხზე დამატებით რა შეერაღება მიაწოდონ უკრაინელებს. აგრეთვე შემდეგ კვირაში იგეგმება ტრამპის და ზელენსკის შეხვედრა. და ამ ყველაფრიდან გამომდინარე რაღაც აქტივობა არის საჭირო, რაღაც შედეგების ჩვენება და მით უმეტეს როგორც ჩანს უკრაინის ასე ვთქვათ ზურგს უკან და უკრაინის გარეშე ინტენსიურად მიდის მოლაპარაკებები რუსეთსა და ამერიკას შორის ომის დამთავრების პირობების შესახებ. გუშინ ტრამპმა დაადასტურა რომ პუტინთან საუბარი ჰქონდა და თან ისე თქვა რომ ეს ერთი საუბარი არ ყოფილა რა. ანუ კონტაქტები არის ინტენსიური. რუსულმა მხარემ პესკოვის ის იყო და პრინციპში არ უარყო რა. არც ის თქვა რა და რაც კიდე ერთხელ ადასტურებს ხო რაღაც კონტაქტები შემდგარია და ომის დამთავრების პირობების ინტენსიური განხილვა მიდის სხვადასხვა არხებით. ეხლა სად გააქტიურდნენ და სად შეუტიეს უკრაინელებმა. პირველ რიგში კურსკის ოლქში. აქ გვექვსი თვეა რაღაც ნაწილი კურსკის ოლქის უკრაინელებს დაკავებული აქვთ და განახორციელეს შეტევები ქალაქ სუჯის აღმოსავლეთით. იქ რამოდენიმე სოფელია: რუსკაია კანაპელკა, ჩერკასკაია კანაპელკა, ფანასეევკა და ულანოკი. რუსკაია კანაპელკამდე და ულანოკამდე ვერ მიაღწიეს უკრაინულმა მბრონე ჯგუფებმა. ორი მექანიზირებული ბატალიონი მონაწილეობდა რა ჯამში ამ შეტევებში. აქეთ არის ულანოკი. ცოტა ზევით არის რუსკაია კანაპელკა და იქ ვერ მიაღწიეს გზაში გაანადგურეს რუსებმა. მაგრამ რაღაც ჯგუფებმა მიაღწიეს ჩერკასკაია კანაპელკამდე და ფანასეევკამდე. იქ მოახდინეს მიმდებარე ტყის მასივებში მოიერში ჯგუფების დესანტირება და ეს ჯგუფები მერე შევიდნენ ამ სოფლებში. უკრაინელებმა ეგრევე ავიღეთ ორი სოფელი და რაღაცა ეგეთი ისინი, მაგრამ არა ეს სოფლები აღებული არ არის. სრული კონტროლის დამყარება ამ სოფლებზე ვერ შეძლეს. ბრძოლები მიდის მოკლედ. არანაირი ვიდეო მტკიცებულება და ის უკრაინელებს არ დაუდიათ. საერთოდ უკრაინული მხრიდან არაფერი არ იდება კურსკის ოლქთან დაკავშირებით. რუსები დებენ ამ მბრონე ჯგუფების განადგურების ვიდეოებსაც და აი უკვე მოიერში ჯგუფების განადგურების კადრებსაც იქ ავიაცია, არტილერია, დრონები ყველაფერი მუშაობს რა. მოკლედ მდგომარეობა ესეთია რომ ნაცრისფერი ზონაა პრინციპში ეს ჩერკასკაია კანაპელკა და ფანასეევკა. ანუ ამ სოფლების ჩრდილოეთ ნაწილში და მიმდებარე ტყის მასივებში ეს უკრაინული ჯგუფები არიან. ახლობით 300 კაცია როგორც იძახიან და სამხრეთ ნაწილში და იმაში რუსები რა და მიდის ბრძოლა. რუსები იძახიან რომ ფანასეევკა გავწმინდეთ უკვე. რამდენად მართალია, არ ვიცი, კადრებს თუ დადებენ, მე დავიჯერებთ. ამით რაღაც გარკვეული ტაქტიკური ამოცანა უკრაინელებმა შეასრულეს რა. ძალიან ახლოს იყვნენ უკვე ქალაქ სუჯასთან, რომ იტყვიან ერთ ნახტომზე რუსები მისული და ამ შეტევით სადღაც 4-5 კილომეტრით გადაწიეს რა ეს ბრძოლების ის სუჯადან რა. სუჯა არის ხა ერთადერთი ქალაქი, რომელიც ამ კურსში აიღეს უკრაინელებმა და სუჯის დაკარგვა იქნება კატასტროფა რა. სუჯის დაკარგვა ნიშნავს, რომ ეს კურსკის ოპერაცია თუ ავანტიურა თუ რაც იყო როგორც გინდა ისე უწოდეთ, ჩაიშალა. აგრეთვე უკრაინელები მოულოდნელად გააქტიურდნენ ზაპოროჟიეს მიმართულებაზე. ზაპოროჟიეს მიმართულებაზე კარგა ხანი არაფერი არ ხდებოდა.
და აქაც სადეს შეტევა ქალაქია ვასილევკა ამის მიმართულებით აი კამენსკოიდან ამ ტრასის გასწვრივ შეუტიეს აქაც ბრონე ჯგუფები იყო ტანკები რუსებმა დადეს კადრები რომ ეს ჯავშან ტექნიკა გაანადგურეს და რამე წინსვლის შესახებ აქ ინფორმაცია საერთოდ არ არის. აგრეთვე უკრაინელები გააქტიურდნენ და შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს აი აქეთ აი პირობითად პაკროვსკის მიმართულებაზე. პაკროვსკი კურახო აი ამ სეგმენტში რა. აქ წარმატებები ჰქონდათ. რაღაც რეზერვები ახალი ბრიგადები ჩართეს. რაღაც 425 მოიერიშე პოლკი და გამოყარეს რუსები სოფელ კოტლინოდან. ამის ვიდეო კადრებიც დადეს. და უფრო ცოტა აქეთ სამხრეთით დაიბრუნეს სოფელი პეშჩანოე. კარიეს პეშჩანოე. ხო, აქ ახლა როგორი ის იქნება სიტუაცია. თითქოს და ჩანს რომ უკრაინელები ცდილობენ აი ამ შვერილის მოჭრას რა. ეს სადაც ყველაზე წინ არიან რუსები წასულები რა. ეს უსპენოკიდან აი შვერილის ზევით რო არის მოჭრა უნდათ რა. რუსები პანიკობენ რომ მარტო ეს არ არისო მიზანი უფრო დიდი მასშტაბის მას გეგმავენო. და უნდა თუ აი მთლიანად აი ამ შვერილის მოჭრა, ანუ სელიდო არისო სამიზნე და იქით რაც არის სელიდოს დასავლეთით მთელი იმ შვერილის მოჭრა უნდათ. საკმაოდ დიდი ძალებით ახორციელებენ კონჩეტებებს აქ უკრაინელები. თავის მხრივ რუსებიც უტევენ ამ მიმართულებაზე. ორხრივი შეტევებია რა. აი გაიღეს სოფელი სერებრენოე და იმის დასავლეთით უტევენ უკვე აი შესულები არიან სოფელ ანდრეევკაში, აქ მიდის ბრძოლები, აი ზევით სოფელი უდაჩნა, იქაც მიდის ბრძოლები. აი ქვემოთ კურახოვოსკენ აიღეს სოფელი დაჩნოე, ხა საჩისტკა მიდის აქაც. ხო, ნუ ორხრივი ისინია რა, უკრაინელებს ალბათ რაღაც თავის ჩანაფიქრი აქვს, რუსებს თავის ჩანაფიქრი, გააჩნია რეზერვებს და ვინ უფრო უკეთ მოახერხებს ამ თავის ჩანაფიქრის რეალიზაციას. ხო, ამ კვირაში კიდე პაკროვსკის აღმოსავლეთით დადასტურდა აქ სოფელია პატარა ბარანოვკა იმისი აღება, ეს პატარა შვერილია ბარანოვკა. რუსებმა ოფიციალურად გამოაცხადეს ტორეცკის აღების შესახებ. ეს ტორეცკი იანვრის შუა რიცხვებიდან უკვე პრინციპში აღებული იყო, მაგრამ ეხლა იქ რაღაც ცალკეული წინააღმდეგობის კერები იყო დარჩენილი და ისინიც აიღეს მოკლედ ტორეცკი და მისი მიმდებარე აქეთ ორი დასახლებული პუნქტი იყო, კრიმსკაია და დრუჟბა და ტორეცკი მთლიანად ქალაქი მოკლედ რუსების კონტროლის ქვეშ არის. ჩასოვიარის მიმართულებითაც ჰქონდათ რაღაც მცირედი წინსვლები რუსებს. დადასტურდა აქეთ კრამატორსკის მიმართულებით, აი აქ არის სოფელი ორეხოვო ვასილევკა, იმის აღება დღეს ოფიციალურად გამოაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ. ხო, გარკვეული წინსვლები რუსებს ჰქონდათ ლიმანის მიმართულებაზე. ეს არის ლიმანის მიმართულება და აქ არის სოფელი იამპოლოვკა და უკვე ამ იამპოლოვკაში მიდის ბრძოლები მისადგომებთან. მოკლედ აი აქ არის იამპოლოვკა და აქ გვერდზე არის სოფელი კოლოდეზი და ეხლა ამათ უტევენ რუსები და უნდათ თვითონ ლიმანზე გასვლა. ხო, წინსვლები აქვთ რუსებს ხარკოვის ოლქშიდაც ამ კუპიანსკის მიმართულებაზე, ხომ კუპიანსკის ჩრდილოეთით რა. აქ რაღაცა საინტერესო მოვლენები ვითარდება ჩემი აზრით. მოვიდეთ განახებთ აქ რა ხდება. მოკლედ პლაცდარმს აფართოვებენ მდინარე ოსკოლის მარჯვენა სანაპიროზე, კუპიანსკის ჩრდილოეთით. აქ სოფლები ზაპადნე, დურეჩნე, აქ
მშველზე არის სოფელი ფიგოლევკა, ეს აიღეს 2 დღის წინ და როგორც ჩანს აქეთ რაღაც შეტევას ამზადებენ რა, მოკლედ რუსები. ყველა არ აუღიათ ეს სოფლები და სამიზნე უნდა იყოს ალბათ ეს ვილიკი ბურლუკი რა. აი თუ დავაკვირდებით ვილიკი ბურლუკიდან უნდათ შემდეგ ოლჩანსკზე გასვლა. ეგეთ პატარა პლაცდარმი აქვთ ხარკოვის ოლქში რუსებს რა. მაგრამ ჩრდილოეთიდან წინ ვეღარ წაიწიეს და სავარაუდოდ ეხლა აი სამხრეთიდან აპირებენ აი ოლჩანსკისკენ გაჭრას რა. რაღაც ესეთი გეგმის მონახაზი იკვეთება. ხო, აი ეს არის ძირითადად რაც ხდება ფრონტზე რა.